ეს ჯერ დასაწყისია, ჩემი გზა ევროპის ჩემპიონობიდან მსოფლიო პირველობისკენ მიდის. ნოდარ სვიანაძე სამბოს კონტინენტის მთავარი ასპარეზობიდან მშობლიურ ქალაქში ოქროს მედლით დაბრუნდა. ზესტაფონელი მოჭიდავე მძიმე წონოსონთა კატეგორიაში გამოდიოდა, რაც მის მიღწევას, როგორც სპეციალისტები ამბობენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც მძიმე წონით კატეგორიაში მივიღე მონაწილეობა, ჩავატარე 4 შეხვედრა, 4-ვე წარმატებით გავიარე და დავიკავე პირველი ადგილი. რაც შეეხება ემოციებს, ძალიან გახარებული ვარ, უარყოფილი ვარ ჩემი შედეგით. ეს ჯერ დასაწყისია, მომავალში გავიმართები მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ვეცდები, რომ ისე გავამართლო იმედები. და მადლობა ჩემს გულშემატკივარს, ჩემს მწვრთნელის ნიკა სვიანაძეს. კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩატარებულ სამბოს ევროპის ჩემპიონატიდან ზესტაფონში კიდევ ერთი პრიზი ჩამოვიდა. გაგა ჯუღელმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამბობს, რომ მთავარი მიზნის მიღწევამდე ძალიან ცოტა დააკლდა. შედეგის გაუმჯობესებას კი მომავალ საერთაშორისო ტურნირებში შეეცდება. ბოლომდე ვერ შევძელი ჩემი შესაძლებლობები ჩავდე ყველაფერი ამ შეჯიბრისთვის მოვემზადე კარგად, მაგრამ შედეგი ვერ იყო ისეთი როგორიც მე მსურდა. მაგრამ შიმით მაინც კმაყოფილი ვარ, გახარებული ვარ. ვიასპარეზე 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში და დავიკავე მესამე ადგილი. ვიჭიდავე 4 შეხვედრა, 1 შეხვედრა დავთმე რუსთან, 1 ქულით. შემდეგში ვიმედოვნებ, რომ გავაუმჯობესებ და მსოფლიოზე ავიღებ პირველ ადგილს. სპორტული სკოლის მწვრთნელი ამბობს, რომ ზესტაფონელ მოჭიდავეებს რამდენიმე წელია სამბოში მსგავსი წარმატებული გამოსვლა არ ქონიათ. მინდა რომ ქალაქს მიულოცო ეს 2 მედალი ჩემპიონობა 8 წელიწადი არის ქალაქში არ ყოფილა ევროპის ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში და ეს ჩემპიონის ტიტული დაბრუნდა ქალაქში და მაყოფილი ვარ ჩვენ ამით და გახარებულები ვართ. რაც შეეხება ნოდარის წარმატებას, ეს დიდი წარმატება მძიმე წონის კატეგორიაში ერთ-ერთი პრესტიჟულია, როდესაც შეჯიბრი მთავრდება ბოლო ჰიმნი, ქართული ჰიმნით მთავრდება შეჯიბრი ყოველთვის ქართული დელეგაციის და ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არის და გახარებულები ვართ ყველა. შეეხება გაგა ჯუღელს მის წარმატებას და მესამე ადგილს ეს ბიჭი არის რომელმაც მუხლის ოპერაცია გაიგეთა და პირველად გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე ტრამვის შემდეგ რეაბილიტაციის შემდეგ და მისასალმებელია რომ ბიჭი დაუბრუნდა თავის ფორმას და მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი აიღო და უსურვებ მომავალში რომ კიდევ დიდი წარმატებებს მიაღწიო. ჩვენ ყოფილები ვართ ამ შედეგებით. სამბოს ევროპის ჩემპიონატი 22 აპრილს დაიწყო და 28 აპრილამდე გრძელდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს დირექტორსა და მაღაროელებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ ბრალდებულები, ჭიათურის მუნიციპალიტეტში შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. მათივე ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე ჭიათურისა და საჩხერის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა ცხელ-კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გუნდურობა, კომუნიკაცია, გარემო, სადაც ადამიანთა ურთიერთობები ერთ დიდ ოჯახს ქმნის. იმედის მომცემია როგორც მშობლებისთვის, ისე სპეციალისტებისთვის. ასე მიაჩნია ფსიქოლოგ სალომე აბულაძეს, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრ ორიონში 7 წელია აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებთან მუშაობს. გვეუბნება, რომ შრომით შედეგის მიღწევა შესაძლებელია. აუტიზმი არის ზოგადად თავის ტვინის ნეირობიოლოგიური დარღვევა. გამოხატულია ძირითადად კომუნიკაციის ნაკლებობაში,
და ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში, გავაუმჯობესოთ მათი ფუნქციური უნარები, აკადემიური უნარები, სოციალური უნარები და ხელი შეუწყოთ ინტეგრაცია. სამწუხაროდ არის მზარდი სტატისტიკა, გამოწვევები არის, სირთულეებიც ახლავს თან, რა თქმა უნდა, მაგრამ შრომის პროცესში, როდესაც ჩართულია სპეციალისტი, ჩართულია მშობელი, დღის ცენტრი, სკოლა, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და ბავშვიც იღებს იმ მომსახურებას, რა მომსახურებას სჭირდება ამ ეტაპისთვის, შედეგები უკვე მიღწევადია. აქვთ ქცევის დარღვევა, სჭირდება ქცევის მართვა, აქცევის მართვის სხვადასხვა სტრატეგიების შემუშავება, მშობელთან ურთიერთობა, დედმამიშვილებთან ურთიერთობა და ზოგადად საზოგადოებაში ურთიერთობის პრობლემები არის. ბავშვები იყვნენ, ვისაც მეტყველების სირთულეც ჰქონდა, იყო ქცევა მოსაწესრიგებელი, ანუ იმდენად ისეთი პროცესები ჰქონდა, რომ მაგიდასთან ბავშვის დაждომაც სირთულე იყო და ახლა უკვე მაგიდასთან ვზივართ, აქტივობებსაც ვასრულებთ, დავალებებსაც და შესაბამისად ჩართული ვართ საგაკვეთილო პროცესში. აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია მშობელს, რომ მიმართოს ნეიროგანვითარების ცენტრს, ჩაატაროს შეფასება, ანუ კვლევა ჩატარდეს, ამ კვლევის საფუძველზე უკვე როდესაც ბავშვი შეფასებულია და მიმართულება აქვს, რაც შესაძლებლობა აქვს მშობელს და თავარია мотиваცია გქონდეს, რომ არ დაუნებდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს მდგომარეობა არის და არა დიაგნოზი, რომ მაქსიმალურად სპეციალისტების ჩართულობით, მშობლის ჩართულობით, რეაბილიტაციის პროგრამით, ერთობლივი ჯაჭვით შეგვიძლია რომ შედეგები დავდოთ. ანუ მართვადია. გააჩნია ხარ ამ მდგომარეობა არის და ზოგადად მართვადია. შესაძლებელია ანუ მუშაობის პროცესში, ახლა ჩვენ რასაც შევხვევართ და იყვნენ ბავშვები რთულიც, ძირთადად ყველა რთული ბავშვია. კვებითი პრობლემაც ჰქონდა, სენსორული პრობლემა, თავისთავად ანუ ახლავს აუტიზმთან ახლავს და სტრატეგიები მერე უკვე რაც არსებობს, რომ უნდა გვჭირდება განრიგი, დღის რუტინა, რა უნდა ვიცოდეთ, რომ როდის რას ვაკეთებთ, წინ და წინ მომზადებულები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რა გველოდება და რა არის შემდეგ უნდა გქონდეს. უყვართ ერთი და იგივე გზით სიარული, სტერეოტიპული ცევები აქვთ. დრეულ ეტაპზე არსებობის პერიოდში ეს ყველაფერი არ ჩანს. ვლინდება 3 თვიდან 36 თვემდე. და შეიძლება კიდევ მერეც და 3 წლამდე, როდესაც უკვე სადიაგნოსტიკოდ შეიძლება, როცა ბავშვს არ აქვს თვალით კონტაქტი, არ რეაგირებს სახელზე, არ მეტყველებს, აქვს შეფერხებული რაღაც დარღვევების ფონზე, შეიძლება უკვე რომ ნიშანი იყოს, რომ მიმართოს სპეციალისტს და შეფასება გავაკეთოს. როგორც ასეთი, რომ რის განმოდის, არ ვიცით. მეცნიერები იკვლევენ დღემდე და ამბობენ, რომ არის თავის ტვინის ნეირობიოლოგიური დარღვევა. გუნდურობა, კომუნიკაცია, ურთიერთობა, გარემო, თვითონ ადამიანები, ბავშვებთან ურთიერთობა, ეს ყველაფერი ერთად ქმნის ერთ დიდ ოჯახს. და იმედის მომცემია ალბათ ჩვენთვისაც და მშობლების თვალითაც დანახული აქაურო. მე-7 წელი უკვე რაც ორიანში ვარ, ბევრს სწავლობ, დღითი დღე ვითარდები, მეხმარება როგორც ორგანიზაცია, ასევე ბავშვების გამოწვევები, რაც ყოველდღიურად პრაქტიკაში გვხვდება, ბევრს ვსწავლობთ ერთად ვიზრდებით. შედეგი მიღწევადია, დიდი ძალისხმევა ჭირდება, შრომა, პასუხისმგებლობა, რომ რაღაცა მიზანი რო გვაქვს დასახული, რომ ეს მიზანი რეალობად ვაქციოთ, მშობლის მოლოდინი გავამართლოთ. ხელი შეუწყოთ თვითონ ბავშვის განვითარებას, რო ხედავთ ბავშვისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს, თუნდაც მცირედი პატარა დოზით, ეს მშობლისთვისაც დიდი ბედნიერება არის, ჩვენთვისაც მამოტივირებელი ფაქტორია, რომ უფრო მეტ ბრძოლის უნარიანს გვხდის, რომ კიდე თითო აგურის მშენებლობით ბოლოს მაქსიმალურ შედეგამდე მივიდეთ. სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მესამე ტურში ზესტაფონის მარგვეთმა გორის ივერიონს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ამ გუნდებმა გორში გამართული სერიის საწყის 2 მატჩში მოგება-წაგება გაიყვეს და შესაბამისად მოედნის უპირატესობას ზესტაფონელები ფლობდნენ. მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველი პერიოდი 18-18 დასრულდა. მეორე ეტაპიდან მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს. მართალია ზესტაფონელების ლიდერობა 2-3 ქულას შეადგენდა, თუმცა მარგვეთი კარგა ხანს წინ იყო. და მალიკ მარტინი 4-ვე ქულა მის ანგარიშზეა.
ივერიონმა ბოლო პერიოდში მოახერხა მასპინძლების გადასწრება და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა, რაშიც როგორც სპეციალისტები ამბობენ, გუნდს დაცვაში კარგი თამაში და შედეგიანი შეტევები დაეხმარა. საბოლოოდ გორელებმა 10 ქულიანი უპირატესობით 99-89 იმარჯვეს და სერიაში 2-1 დაწინაურდნენ. ლეიკი ბურთი შემდეგ მოძებნა მავეინი გუნდის კაპიტანს სანდრო სანაძეს გადაულოცა ცენტრმა და მაღალი გაკიდებული ბურთით სანდრო სანაძე მისთვის პირველ ორ ქულას ათავსებს. ივერიონში ლიდერი 23 ქულით 6 მოხსნითა და 4 ჩაჭრით ჯეი პალმი გახლდათ. მარგვეთელთა შორის კი 26 ქულით 8 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო აკოლ მავეინი იყო. მომდევნო მატჩი 30 აპრილს ისევ ზესტაფონში მიხეილ სალაძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდება. დასრულდება ამით შეხვედრა, აღარც ივერიონი უტევს და წინააღმდეგობას აღარ უწევს შესაბამისად მარგვეთიც. მაშასე 99-ით 99.